მომბრძანდით. გამარჯობათ. ეს არის ჩემი ბიძა ჩემის სახლი. ეს არის ჩემი ბიძაშვილი, ეს ჩემი პატარა ბიძაშვილის შვილია. ჩემი ცოლ-შვილი არიან ლონდონში დროებით. მალე ჩამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. ეხლა ჩაი მივირთვა და უნდა გავიქცეთ ლონდონში. რუსთავში მივდივართ. ვაარსებთ ლიდერთა სკოლას, დღეს გვაქვს ღია კარის დღე. რუსთავის უნივერსიტეტში, სადაც გაიხსნება ჩვენი ლიდერთა სკოლა და უნდა გავიქცეთ რაც შეიძლება მალე. ჩაისვავ და მაწონს გეახლებით. გინეცელი. ჩემი მეგობარი არის თაფლის ასე ვთქვათ მომყვანი და წარმოებელი კახეთში საგარეჯოში და მთელ საქართველოში აქვს სკები. და ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და ყველაზე მაღალხარისხიანი ქართული თაფლით გვამარაგებს, ასე რომ გვინდა რომ ესეთი თაფლი დანარჩენებსაც გავასინჯოთ. სამუშაო დღე იწყება კომპიუტერთან, ჩვენთან ჩამოდიან ახლა ლონდონელი ინვესტორები და ველი მათგან წერილს. ჩვენ გავაგზავნეთ საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია ველი მათგან წერილს. ჩემი შვილისგან მივიღე 7 წლის სოფიკოსგან წერილი. ძალიან გვენატრებიო, როგორ მიდის შენი საქმიანობა? იმედია რომ ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ამერიკაში ვართ ეხლა და ბებოსთან ვართ და ვცურავობთ ბევრს. და მე მინდა რომ დროზე ჩამოხვიდე სახლში. ყოველი ესეთი იმეილი არის პლუს სევთიანი წასაკითხი. ესენი არიან ჩვენი ინვესტორები, რომლებიც 15-ში და 16-ში ჩამოვლენ თბილისში. ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს. ესენი ფლობენ ტენდენციას აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური განვითარებისა და ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი იგივე ის რაც მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში განმეორდება საქართველოშიც და უნდათ რომ ის ტრადიცია, ის გამოცდილება რაც მათ მიიღეს აღმოსავლეთ ევროპაში ინვესტიციიდან მიიღონ, გამოიყენონ საქართველოში და ძალიან საინტერესოა 15-ში და 16-ში აქ იქნებიან. ნახოთ როგორი გარემო რამდენად მოეწონებათ ჩვენი საინვესტიციო კლიმატი. ახლა რუსთავში უნდა გავიქცეთ რაც შეიძლება სწრაფად. Mira, la tbilisiunia. Ой. Წავედით. წავედით, აბა, ანჩკა, კარგად იყო. ახლა მივდივართ რუსთავში, რუსთავის უნივერსიტეტის ბაზაზე. ესეთი უნივერსიტეტია რუსთაველი სახელობის საერო უნივერსიტეტი. ამის ბაზაზე ვაარსებთ ლიდერთა სკოლას რუსთაველებისათვის. და გვაქვს ღია კარის დღე დღეს, დანიშნული დილას. და გველოდებიან სტუდენტები, მათი მშობლები, მასწავლებლები და რუსთავის საზოგადოება.
გავართ რუსთავში სკოლა აქ არის. გაუმარჯოს რუსთაველებს. სამწუხარო 21 საუკუნეში ვარდ და სინათლე არ არის რუსთავში. ამიტომ ათმაგი იმპროვიზაცია საჭირო იმისათვის, რომ მიცე ის რის მიცემასაც აპირებდნენ. Is this your class? It's my class. Or it was my class. Now it's your class. There's a trouble. There's a trouble. There is no electricity here. Welcome to Georgia. First explain why საქართველოში თავის დროზე არაფერი არ ხდება. ყველაფერი დაგვიანებით ხდება სამწუხაროდ. რა ვქნათ? კი ბატონო. იქნება უთხარ მაშინ რა რომ ხო, კი ბატონო. და როგორ რომელ საათზე უნდა მოსულიყვნენ ესენი? 12-ის ნახევრიდან 12-მდე. გაცხადებული არის 12 საათზე დიმაში. ნახო დაველოდოთ რა. ეს იქნება ინტერნეტში. მოგზავნით. როგორ მოგზავნით. სინათლე რო არ არის ეს ძალიან დიდი პრობლემაა. კლიპი უნდა ვაჩვენო. კარგით, მიგზავნით და ეხლა ჩვენ ეხლა ხვდებით მშობლებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. ლიდერთა სკოლისას, ოღონდ რუსთავის ლიდერთა სკოლისას. ეს არის ის შენობა. ბატონი ვოვა გახლავთ უნივერსიტეტის რექტორი, საერო შოთა რუსთაველის სახელობის საერო უნივერსიტეტის, რომლის ბაზაზეც და რომელთან ერთადაც იფუნქციონირებს რუსთავის ლიდერთა სკოლა, სადაც გავზდით 21 საუკუნისთვის შესაბამის ეფექტურ და მაღალ პროდუქტიულ ჭეშმარიტ ლიდერებს სხვადასხვა სფეროში რუსთაველებს, რომლებიც წვლის შეიტანენ მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ვიფიქრე, მზე იქნება 27 გრადუსი უნდა ყოფილიყო და ამინდმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ ამინდის მიუხედავად როგორც კი დავიწყებთ საუბარს, განწყობა იქნება საგაზაფხულო დამერწმუნე თამაში. ოღონდ სინათლე მოვიდეს რაღაცა კლიპის ჩვენება მინდოდა თქვენთვის. თვითონ ჩვენთაგანზე არ მინდა რომ გადმოვიდეს ეს ამინდი. იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ სკოლას, რომელიც ეხება განსაკუთრებულად ეფექტური ადამიანების განვითარებას, ჩამოყალიბებას, დაკვალიანებას და ესეთი ეფექტური ადამიანები არ არიან გარე სამყაროზე დამოკიდებული იმაზე თუ როგორი ამინდია. მათ სულში ყოველთვის კარგი ამინდია და ისინი ქმნიან ამინს. ეს იდეა დაიბადა ჰარვარდის უნივერსიტეტში 2002 წელს. და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ახალ საუკუნეში ვართ. ახალი საუკუნე განსხვავდება სხვა საუკუნისგან იმით, რომ ძალიან ბევრი ცვლილებებია და წარუმატებელი ადამიანი ესეთ დიდ ცვლილებების ინტენსივობას იღებს როგორც უიმედობას და არაპროდუქტიულობას. ჩვენ გვინდა რომ თვითონ თქვენთაგანს გასწავლოთ აი ამ მზარდი რაოდენობა არჩევანის პირობებში. ჩვენი საზოგადოება ამისთვის არასდროს არ ყოფილა მზად, არ მომზადებულა, არ ყოფილა ასეთ გარემოში შესაბამისად, არ აქვს ჩვევები უნარი, თქვენი გამოუყენებელი პოტენციის გამოყენება, თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ისე წარმართვა, რომ იყოს თქვენი პოტენციის ბოლომდე გამომჟღავნება. ამას ეძღვნება ეს სკოლა. აქ იქნება საკუთარი თავის შეცნობაზე საუბარი, თქვენ ძლიერი მხარეების შეცნობაზე და ამ ძლიერი მხარეების გამოყენებაზე. თავარი, რასაც თქვენ მიიღებთ, არის მენტალური ტრანსფორმირება. ყოველი ლექციის შემდეგ აქ ნასწავლი არის პრაქტიკაში დასანერგი, აი რომ გახვალთ ამ აუდიტორიიდან ქუჩაში, თქვენს ოჯახებში, თქვენს სკოლებში, თქვენს დაწესებულებებში, ყველგან
უკვე გექნებათ პრაქტიკული ამუნიცია იმისათვის რომ ის რაც ისწავლეთ გამოიყენოთ პრაქტიკაში და უფრო ეფექტურები იყვნენ და თქვენი პოტენცია, თქვენი შესაძლებლობა გამოავლინოთ. თვითონ ადამიანს სხვადასხვა არის ეს ზონა თვითონ ადამიანისთვის. ჩვენ აღმოვაჩენთ თქვენს ძლიერ მხარეს, თქვენს ნიშს, თქვენს ტალანტს. ჩვენ აღმოვაჩენთ თქვენს შთაგონებას. აი დილას რო ადგები, რას ეძღვნება შენი სიცოცხლე? ეს მეორეა. მესამე, რა საჭიროებაა შენს ირგვლივ? რა მოთხოვნილებაა საზოგადოებაში? რისი დაკმაყოფილება შეგიძლია? რისთვის გადაგიხდიან შენ ფულს? მეოთხე, სად არის აი შენი პატარა ძახილი, შინაგანი, რომელსაც სინდისი ქვია და გეონება რა არის სწორი და რა არის არასწორი. როგორ უნდა? აი ამ 4-ის გადაკვეთაშზეა აი ეს თქვენი უნიკალურობის ზონა. თვითონ ჩვენთაგაშია ეს დავანებული. ეს არის ჩვენი სკოლის რაღაც სულის მაჩვენებელი ფლაიერები. და ეს იქნება სერტიფიკატი, რომელსაც თქვენ მიიღებთ დაამთავრებთ ამ პირველ დონეს. ამას. კარგად ბრძანდებოდეთ. აი მზათა ვართ რუსთაველებს გაუხსნათ ახალი სკოლა. პირდებიან რომ დიდი სურვილიაო და ვნახოთ აბა როგორი რა მოხდება. წავედით მაშინ. აქ რასაც სწავლობთ ყველაფერი პრაქტიკულია. თეორია აქ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის რომ ეს პრაქტიკაში განხორციელდეს. ჩემი ლექციის შემდეგ მე მინდა ერთი სავარჯიშო ჩავატარო დღეს შიშის ყველაზე მაღალ ფაქტორთაგან ადამიანები მიიჩნევენ საჯარო საუბარს. აი აქ გამოსვლას და ხმამაღლა უცნობ ადამიანებთან რაღაცის თქმას. ლექციის შემდეგ მეორე ნახევარში თითოეული თქვენთაგანი აქ ლამაზად გამობრძანდება ხმამაღლა ყველას გასაგონად თავის ვინც აგზის ყველა თავის სახელს და გვარს იტყვის და რაღაცა უნიკალურს თავის შესახებ. ჩვენ გვინდა ყველა ერთმანეთი გავიცნოთ. მოსულა ეს? ძალიან კა ხო არ გეშინია თვინმეს ამის გაკეთება. არა უშ მეც მეშინო და აქ ყოფნა, მაგრამ ეხა უკვე აღარ მეშინია, გადავლახ. ეხა მინდა განახოთ პატარა კლიპი. პატარა კლიპი, რომელიც ჩვენ სულს გამოხატავს ისე როგორც სხვა არაფერი. სიცოცხლე, სიყვარული, სწავლა, მემკვიდრეობის დატოვება. სიცოცხლე, ცხოვრება. რა ხდის სიცოცხლის ღირსად? რა გვაკლია? სიყვარული? როგორ ვიგებ იმას, რასაც ვიგებ? როგორ ვამჟღავნებ ამ სიყვარულს? იცხოვრო, აი ეს არის ჩვენი ფილოსოფია, რომ გიყვარდეს, რომ ისწავლო და რომ დატოვო მემკვიდრეობა, ეს 4. აი ამაზეა ყველაფერი. სიცოცხლე არის ძალიან მოკლე. ამიტომ და კითხვის ნიშანია. ზოგიერთი რაღაც უმოძრაო სახეებია. არ აღგანთოთ ამან? არ იმჩნევთ? ამას ეძღვნება ეს სკოლა. სიცოცხლეს, სწავლას, სიყვარულს და მემკვიდრეობის დატოვებას. მე არ მინდა თითოეული ჩვენთაგანი თავს გრძნობდეს ძალიან პატარა ჭანჭიკად. დამოკიდებულს გარე სამყაროზე. ჩვენ ვართ ძალიან დიდი ბუნების ძალა. ჩვენ ხშირად, როდესაც საუბრობთ ხოლმე ლიდერზე, წინამძღოლზე, პირველად გვიდგება ეს ხალხი თვალწინ, არა? ლიდერები, ბილ გეიტსები და ასე შემდეგ. ესენი არიან ლიდერები. აი ვიყოთ ის, ვინც ვართ და შემდეგ მივახციოთ იმას, რისი პოტენციაც გვაქვს.
თუ ამას მოახერხებთ, ეს არის ჭეშმარიტი ლიდერობა, ეს არის ჭეშმარიტი წინამძღოლობა. ძალიან ძნელია ლიდერობა. ხშირად გვიწევს გავრცელებული აზრის წინააღმდეგ წასვლა. ის იმის გაკეთება, რაც პოპულარული არ არის. თუ ამის გაკეთება არ შეუძლია ლიდერს, ის გრძელვადიანი ლიდერი ვერ იქნება. იმას შეუძლია მხოლოდ დღეს გავრცელებულია რა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ ვართ პოლიტიკოსებიო, რომლებიც ხალხის დაკვეთას ასრულებენო. როგორც კი ამას მოისმენთ, იმ წუთასვე იფიქრეთ, რომ ეს ხალხი ლიდერები არ არიან. ლიდერები ხალხის დაკვეთას არ ასრულებენ. ლიდერები ასრულებენ იმას, რაც მათ ხედვაში აქვს ჩამოყალიბებული, რაც მათ სწამთ და ის რაც ხალხს სჭირდება და არა იმას, რაც ხალხს უნდა. ხალხს ძალიან ბევრი რამე უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა სჭირდება ხალხს, იმ ხალხს ვისი ლიდერებიც, ვისი წინამძღოლებიც ჩვენ ვართ. ანუ ცოდნა და გამბედაობა. ამას ეხა დღეს მიმოხელვითი ლექცია ამას ყველაფერს დაწრულებით გავივლით და მექანიზმებს, მაგრამ ეხა უბრალოდ მინდა რომ გიხსენოთ ეს. ყველასთვის გვაქვს კამპეტები დასარიგებელი, ასე რომ. შუბლიბძე დავით, ჩვენ ყველა ლიდერები. ვა, საულ დავით. დათო. შენ. თქვენ? შენ გენაცვალე. ძალიან კარგი, სანდრო. ყველამ გაიგეთ მარიკას შესახებ? მე 11 კლასის მოსწავლეა. მე კომპლექტი. მოგცემთ. ძალიან კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია. ვაშენ გენაცვალე. ძალიან კარგი. ხოთ მაშინ ხეთო წამოდგები. განათებული მთავარი ძილნაღარი აღმერთანა ძალიან ეცოცხლე. წანს გიასი და აგერაბა. მადლობს. დიდი მადლობა. აი დღეს იყო პირველი დღე ახალი ნაკადისა და ძალიან მაყოფილები ვართ, ყველანი ძალიან გახარებული ვართ, ძალიან დიდი ინტერესია და უზარმაზარი ენერგიით და სიხარულით ვართ განწყობილი იმისათვის, რომ ამ ახალ ნაკადსაც, ეს ახალი ნაკადიც ვაზიაროთ იმ ხელოვნებას, იმ ფილოსოფიას, იმ პრაქტიკულ ჩვევებს, რასაც ჩვენი სკოლა დაფუძნებული. ეხა მივდივართ ერთ-ერთ ორგანიზაციაში შეხვედრაზე აფხაზურ დელეგაციასთან იმისათვის რომ ჩამოყალიბდეთ აფხაზეთთან დაკავშირებით რა მოდელზე იქნება ლაპარაკი, როგორ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, რაც დღეს ჩვენსა და აფხაზებს შორის არის ესე ამდენი ხნის მოუგვარებელი და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, მაინტერესებს ხედვა მათი ამ საკითხთან დაკავშირებით. გაუმარჯოს, იცოცხლე. დედას და მამას დიდი მადლობა უთხარი, რომ გამოგაგზავნეს. გამარჯობათ. გამარჯობათ თქვენ. სად დავიждოთ ჩვენ? ახლოს არ ჯობია ხალხთან? სვენადობა კარგია. კი ბატონო.
ორი სიტყვით ვიტყვი და მე ჩემს ლაპარაკს იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენის თქვენსაც და მინდა რომ თქვენ გამოთქვა თქვენი აზრი და თქვენგან მივიღოთ ის აუცილებელი შეხედულებები, რაც მე შეიძლება კი არა ალბათ არ ვიცი და თქვენ უკეთესად იცნობთ ხასიათს და ამ პრობლემატიკას რაც ჩვენ გვაქვს. ეხლა ერთი მინდა გითხრათ. არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაწყდება იმ სიბრტყეში, რა სიბრტყეშიც ეს პრობლემა, რა სიბრტყეშიც ვიყავით, როდესაც ეს პრობლემა შეიქმნა. ძალიან ინტენსიურად ხდება ჩვენი ნატოში გაწევრიანებისადმი ლტოლვა და ეს ალბათ მოხდება. და მოხდება მე მგონი ძალიან უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ნატო აქამდე დღესდღეობით საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში წარმოდგენილი იყო როგორც რაღაც აგრესიული სამხედრო ბლოკი, რომელიც იყო დაპირისპირებული, თქვათ, მეორე მხარესთან, რუსეთთან და ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებთან. ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ყველა მნიშვნელოვანი დადგენილების, გადაწყვეტილების უზრუნველყოფას. ნატო არის ერთადერთი ორგანიზაცია აი ამ ცივილიზებულ კაცობრიობაში, რომელიც უზრუნველყოფს ცივილიზაციის სტაბილურ განვითარებას. და საქართველოს აქვს შანსი, რომ აი ამ 26 ყველაზე მოწინავე ქვეყნით ცივილიზაციის შემქმნელ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდეს. ჩემთვის ნატო ამ კუთხით უფრო მიმზიდველია ვიდრე სამხედრო კუთხით, როგორც ვიღაცას ადმი დაპირისპირება. ჩვენ თუ პატიოსნად, პირდაპირ ღიად, ყოველგვარი ხრიკების გარეშე ჩვენ მივიტანთ რუსეთისადმი და რუსეთისადმი აი ამ პოზიციას, ადრე თუ გვიან იქნება მათგანაც შემოტრიალება და ჩვენ საერთაშორისო არენა უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. ეს ინიციატივა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზი გვჭირდება არა რუსეთის შესარცხვენად, მათ გასაწითლებლად, არამედ პირიქით ამ პოზიციის დასამკვიდრებლად, რომ მათ დაინახო რამდენად კეთილშობილი პარტნიორი ვართ ჩვენ, არა სუსტნი, არა ლმობიერი, რომელიც გადავლა შეიძლება. არამედ ძალიან პრინციპული, მაგრამ ძალიან ღრმა, ძალიან პასუხისგებლური და რომელიც აღიქვავს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას მოგება-მოგების პრინციპზე. საქართველო გრძელვადიანად ვერ იქნება მოგებული, თუ ჩვენი პარტნიორი რუსეთიც არ იქნება მოგებული. ამიტომ ჩვენს ინტერესია ესეთი დამოკიდებულება მათთან. ეხლა მესამე რა უნდა იყოს? ჩვენ სირაქლემას პოზიცია გვაქვს არჩეული. აქამდე საქართველოს და საქართველოს მთავრობას უპირველეს ყოვლისა და იგნორირებას უკეთებთ აფხაზებს და იცით რა ჩვენ გადავწყვიტავთ ამ პრობლემას და ისინი მე ადრე თუ გვიან იზოლებული იქნებიან ჩვენთან მოვიდნენ. ესე არ ხდება. ჩვენს ინტერესია რომ მათ და მივიღოთ აბსოლუტურად ღია, რაც უფრო ხელგაშლილი და გულღია ვიქნებით, მით უფრო ადვილი იქნება მათი ინტეგრირება ჩვენ სახელმწიფოებრიობაში და ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ აფხაზების დამოუკიდებლობის წინააღმდეგი კი არა ვართ. ოღონდ კარგად მინდა გამიგოთ ეს სიტყვები. არამედ ჩვენ გვინდა აფხაზების დამოუკიდებლობა ქართველების დამოუკიდებლობასთან ერთად. ჩვენ ერთად გვინდა ქართველების და აფხაზების პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური თვითყობადობის გარანტიების მიღება აი ამ მაღალ ორგანიზაციაში, რომელსაც ნატო ჰქვია. ანუ აფხაზების შემოსვლა ჩვენთან და ნატოში გაწევრიანება მათთვის გარანტიაა იმისა, რომ მათი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური თვითყობადობა იქნება გარანტირებული. დიდი მადლობა. აუცილებლად თქვენს გარეშე ეს საქმე არ გაკეთდება. რა საკვირველია? დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ვინმე რას ამბრძანებთ? გაგვიზიარეთ თქვენი ძალიან საინტერესო ისტორია. 15 წელი, 15 ესე იგი ჯამში წასული და იქიდან. მე 65 წელში დავბრუნდი სოხუმიდან. ეს არ არის პოლიტიკური აქცია, მაგრამ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აი ხა დასრულდა 11 საათი ხდება, დასრულდა ჩვენი შეხვედრა, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს არის ტექნიკური ინტელიგენცია აფხაზეთიდან ჩამოსული და მათ
ძალიან სპეციფიური საკითხები აქვს და ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელსაც უახლოესი ადამიანები, დედა, მამა დაეღუპა და მათი განწყობა მინდოდა მე მეგრძნო. მათგან მიმეღო თანხმობა იმისა თუ რაზე შეიძლება საუბარი აფხაზებთან, იგივე ჩვენს ძმებთან და მე ძალიან კმაყოფილი მივდივარ ამ შეხვედრიდან იმის გამო რომ ქართული კაცის დიდ სულოვნება, რაინდიზმი ამოვიკითხე იმ ადამიანების თვალებში, ვისაც ესეთი პიროვნული ტრაგედია აქვს გადატანილი და ჩვენ მზათა ვართ აფხაზებთან ჩახსახუტებლად, მოსალაპარაკებლად, დასამეგობრებლად, მშვიდობის დასამყარებლად და ჩვენ ერთობლივად უნდა ძალიან დიდი წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის განვითარებაში და ძალიან დიდი ენთუზიაზმი მივიღეთ დღევანდელი შეხვედრიდან. ასე რომ დამთავრდა ჩვენი დღევანდელი საღამო, ეხლა სახლში მივდივართ, დავისვენებთ და ხვალიდან ახალი დღე იწყება. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.